დედაქალაქს კიდევ ერთი განახლებული სარეკრეაციო სივრცე შეემატა. ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მოწესრიგდა სავალი ბილიკები, დამონტაჟდა დეკორატიული განათემები და კომფორტული სკამები. განახლდა ტერიტორიის გამწვანებას. ქალაქში სკვერების რეაბილიტაცია მერიის ინიციატივით მიმდინარეობს. წლის ბოლომდე მოწესრიგდება კიდევ 6 დასასვენებელი ადგილი. დღეს ახალმოწყობილი სკვერი თბილისის მერმა ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერა. ასევე როგორც ალდაბრელებისთვის, ასევე ჩუღურეთელებისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აგერეთმა ქალბატონმაც აღნიშნა, რომ პრაქტიკულად აი ნარკომანის და რაღაც გაუვალი ბუდე იყო. დამატებით ამ სკვერს გარდა იმ სილამაზისა, რაც გაკეთა, მიემატა დამატებით კიბეები, რომელიც სხვადასხვა უბანს აკავშირებს, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად შეძლოს ხალხმა აქ მოსვლა და დასვენება და დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთ კარგ და საყვარელ ადგილად იქცევა მთელი მიმდებარე და არა მარტო მათთვის, ასევე ალბათ ტურისტებისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთ ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს. ეს არის ერთ-ერთი სკვერი, რომელიც იმ დიდი პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გაგრძელდება. თქვენ ნახავთ, რომ უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე დიდი პარკის, რეკრეაციული ზონის ან გახსნა, ან პროგრამის დაწყება გამოცხადდება.